დიახ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, აუნთებს თუ არა მარეგულირებელი კომისია მწვანე შუქს სიტყვის და აზრის პოლიციას. უნდა ითქვას, რომ ქართულ ოცნებაში სურთ, რომ ჟურნალისტებმა ეთერებში ილაპარაკონ იმ ტერმინოლოგიით, რა ტერმინოლოგიაც ბიძინა ივანიშვილს მოსწონს. წერონ გაზეთებმა იმ ტერმინოლოგიით, რა ტერმინოლოგიაც მოსწონს ივანიშვილს და ასევე წერონ სააგენტოებმა ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა. თუმცა რაც ხალხის მიერ ოლიგარქად აღიარებულ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს, ის რეალობას არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ დღეს თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად იკრიბებიან აულაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი მედიის მხარდამჭერები 2 საათზე დაიწყება შეკრება, შემდეგ ისინი მსვლელობით გაემართებიან მარეგულირებელ კომისიასთან, იქ სადაც უნდა ჩატარდეს 3 საათზე სხდომა, სადაც ქართული ოცნების საჩივართან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ კომისიის წევრებმა. მედია რომ მძიმე დღესია, ამაზე დღეს ყველა თანხმდება, ამაზე საუბრობს 40 წლიანი სტაჟის მქონე ნინო ზაუტაშვილი. ის ამბობს, რომ ისეთ მძიმე ვითარებაში არის დღეს თავისუფალი მედია, როგორც არასდროს არ ყოფილა. ამ პერიოდის მსგავსი პერიოდი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი 40 წლიანი პრაქტიკის შემთხვევაში მე ნამდვილად არ მახსოვს. ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი ჟურნალისტიკის ისტორიაში საქართველოში და ამიტომ მე უბრალოდ ვთხოვ ადამიანებს არ მოუწოდებ, მოწოდება ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ზედმეტი მგონია, თუ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები არის დასაცავი, აუცილებლად უნდა იყოს სოლიდარულები ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად თუ კი ვინმე დღეს საქართველოში ადამიანის უფლების დაცვაზე არის ორიენტირებული, ეს არის სწორედ ჟურნალისტები. და მე მინდა ძალიან დიდი სოლიდარობა გამოუცხადო მზია ამაღლობელს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მსხვერპლი ამ მოვლენების. კრიტიკული მედიის გარეშე ჩვენ აი ამ ბრძოლას ვერ წარმართავდით. მართლა ასე მგონია, ისინი რომ არ არსებობდნენ ჩვენს ქვეყანაში, ისინი რომ არ აქტიურობდნენ აი ამ ურთულეს გარემოში, როდესაც მათ აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მიუხედავად ამისა, ისინი არიან ადგილზე, ისინი იცავენ თავისუფალ სიტყვას, დემოკრატიას და იცავენ თითოეულ ჩვენთაგანს, მათ შორის მეც. მე პირადად მაქვს მხოლოდ მათი იმედი. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალიან სოლიდარული ვარ მედიების მიმართ, ჩვენი ორგანიზაციაც დაახლოებით 180 მედიის წარმომადგენელს იცავს ამ ეტაპზე და ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით, რა პირობებში უწევთ მუშაობა და ამ პირობებში რომ ჩვენ გვერდზე დგანან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ამ მარშზე. როგორც სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო და სხვა უწყებები ებრძვიან ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, იგივე რეპრესიების და დევნის ქვეშ არის ქართული კრიტიკული მედია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ქართული დემოკრატიის, რაზეც დგას დღეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის და ძალიან ბევრი ადამიანის ასე ვთქვათ თავისუფლების და უფლებების დაცვა სწორედ კრიტიკული მედიის არსებობას უკავშირდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებს გამგების მიმართ გამოვხატოთ სოლიდარობა და გავაპროტესტოთ მათი მიმართ ცენზურის დაწესების და დევნის და შევიწროების ფაქტები. რა ტერმინები უნდა გამოვიყენოთ საინფორმაციო გამოშვებებში პირდაპირი ჩართვების დროს თუ სიუჟეტებისას? ამ თემაზე იმსჯელებენ დღეს მარეგულირებელ კომისიაში 3 კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა ზუსტად 3 საათზე დაიწყება და ეს განხილვა პროტესტის ფონზე ჩატარდება.